ამას წინათ ჩავწერეთ თენგისულა ქველზე მარადონას წინააღმდეგ. მარადონას მოუწ. რადგან მკითხა, გაგიცვლიათ თუ მაისურიო და თა როგორ გვიპასუხა. რას ლაპარაკობ მაშინ მაისური რო გაგვეცვალა დაგიჭირავდნენო. მარადონას ეთამაშები და მაისურს რო ვერ გაუცვლი. აი ჩვენც მოგვიწია სხვათა შორის, აი არ ვიცი მოსმენილი გაქვთ ალბათ. კახა ცხადაძემ მაიკა აჩუქა სტადიონზე მოსულ, მაშინ რა ქვია გულშემატკივარს ეტლით მოსულ, გულშემატკივარს ხო, ნუ ეხა მეტი ვინ უნდა გთხოვოს, ეხა იქ უცებ გაიხადა და მერე მოძებნეს ეგ მაიკა გამოართვეს უკან, იმიტომ რომ რამოდენიმე დღეში თამაში ჰქონდა და გამოსაცვლელი მაიკა არ ჰქონდა. პირველი ეროვნული ნაკრების კი ბატონო და დააბრუნეს ის მაიკა. რა პერიოდი გვაქვს? ხო, ნუ ახლა რთული იყო რა თქმა უნდა, მაშინ არც ფული არ იყო, ახლა მაიკა და ადიდასი და გიცნობდით რომელი იყო, მაგრამ ახლა ყველას ჩვენი სავარჯიშო ფორმები ქონდა, ახლა თუ გადახედავთ იმ სანაკრებო ვარჯიშებს, ყველას ჩვენი გუნდის მაიკები მომქონდა სავარჯიშო, 1-4-5 წელი უნდა ვაღიარო, რომ ქეცვასაც, გიაგურულსაც, ცხადაძესაც და ნუ მაშინ ჩვენ ვიყავით კიდევ უკვე თურქეთში წასულები ძალიან ბევრი რამ მოქონდა ბურთები, ფორმები, სამედიცინო სტეიპები, პირსახოცები, საბანაო ჩუსტებს რო ეძახით ისინი ნაკრებისთვის კი ესე ვაგროვებდით და მერე ჩამოქონდა სავარჯიშო რაღაც, იმიტომ რომ არ იყო, ნუ არ იყო. ეხა ბიჭები ვინც საქართველოში თამაშობდა, ბუცები ვაგროვებდი ნახმარსაც, ახალებსაც და ნუ მოქონდა მერე ხა ცოტა კონტრაქტები რო გაგვიჩნდა. კონტრაქტების დროს ბევრად მარტივია, იმიტომ რომ თურქეთში ჩვენ მერე უკვე კონტრაქტი ჰქონდა და მივდიოდი ფაბრიკაში და ბევრი მომქონდა რა, პუხის კურტკები და ნუ თავიდან აი ვინც იქით ხა გერმანიაში ცხადაძეს ჰქონდა ამის საშუალება, მერე ქეცვა შვებოდა სულ გია, ვინც წასულები იყო და მერე ჩვენ დავემატეთ რა.